შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 85 მილიონი ლარის ღირებულების 298 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და მისი საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დადგენილი მარშრუტის მიხედვით ჰეროინით სავსე სატვირთო სომხეთიდან საქართველოს გავლით ნიდერლანდების სამეფოში უნდა ჩასულიყო. სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალურად შემოწმებისას 600 კონტეინერს მიაკულიეს, სადაც დაკავებული უკანონო ნივთიერებას ცეცხლგამძლე აგურთან ერთად მალავდა. გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ გუგუთის გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. სამართალდამცველებმა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას აგურის იმიტაციის მქონე პლასმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს. კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება შავ ბაზარზე გავრცელებულ დოზაზე ბევრად მეტი იყო, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. აღნიშნული ნივთიერების გამოყენება იქნებოდა მომხმარებლისთვის ფატალური, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთჯერადად მიიღებდა ორჯერ და სამჯერ უფრო მეტ დოზას, ვიდრე გავრცელებულია დღესდღეობით შავ ბაზარზე. უპრეცედენტო მასშტაბის მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა და პროკურატურის მოთხოვნით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადაზიდვის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.